თქვენ გგონიათ ბათუმში ვარ? კი, სწორად გგონიათ. მოდით მოგიყვეთ 5 საინტერესო ფაქტი ბათუმის შესახებ. ბათუმის ბულვარი არის უძველესი ბულვარი მთელს რეგიონში. ბათუმის ბულვარი დაარსდა 1891 წელს, რაც მას ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ბულვარად აქცევს შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ძველი და ახალი ბულვარი. დღეს ბულვარს ორი ნაწილი აქვს. ძველი ბულვარი, ისტორიული ნაწილი, ძირითადად ქალაქის ცენტრში, შერატონისა და რედისონის ტერიტორიაზე. ახალი ბულვარი დაწყებულია 2010 წლებიდან და გადაჭიმულია ახალ ბინადმშენებლობთან და სასტუმროებთან. ალფრედ ნობელის ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. ბათუმის ნავთობის ბუმის პერიოდში ნობელის ოჯახი ბათუმში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. დღესაც ბულვართან ახლოსაა ნობელის ძმების ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც ასახავს იმ ეპოქის ინჟინერისა და ბათუმის განვითარებაში ნობელის წვლილს. ბათუმში არის სიყვარულის სკულპტურა ალი და ნინო. ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონუმენტია მოძრავი ქანდაკება ალი და ნინო, რომელიც სიმბოლურად ასახავს ქართველი ქრისტიანი ქალისა და აზერბაიჯანელი მუსლიმი მამაკაცის სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას. ბათუმის ბულვარი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული სანაპირო ზოლი. ბათუმის ბულვარში 200-ზე მეტი სახეობის მცენარეა გაშენებული სხვადასხვა ეპოქაში. მათ შორის ეგზოტიკური პალმები, კამელიები, ბამბუკი, კვიპაროსები. მცენარეების ნაწილი მე-19 საუკუნეში ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და ჩინეთიდან.